საინტერესოა. თქვენც ხომ არ გაგიჩნდათ ბოლო დროს ეს განცდა, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში თითქოს დიდი გარღვევები, ნიუსები, ცოტა მიწყნარდა, რაღაცნაირად თითქოს ერთ ადგილას ვართ, მაგრამ კულისებს მიღმა თუ შეიხედავთ, სულ სხვა სურათია. გიგანტური კორპორაციები, სახელმწიფოებიც კი ხო მილიარდებს ყრიან, რომ ეს ვითომ პლატო გადალახონ. ამერიკა უდაბნოში ფაქტობრივად AI ქალაქს აშენებს. ილონ მასკი ამბობს, მოდი მთელი კაცობრიობის ცოდნა თავიდან გადავწეროთო. კომპანიები კიდე ერთმანეთს ინჟინერებს პარავენ ათეულობით და ხანდახან ასეულობით მილიონ დოლარად. დიახ, სწორედ ამ საკითხებს ჩაუღრმავდებით დღეს. თქვენს მიერ მოწოდებული მასალები საკმაოდ საინტერესო სურათს ხატავს თუ რა ხდება რეალურად. ვნახოთ, რა არის ეს მთავარი ბარიერები და ესე იგი, როგორ ცდილობენ მათ გადალახვას. კარგი, დავიწყოთ. როცა ხელოვნურ ინტელექტზე ვფიქრობთ, უმეტესობას ალბათ ჩატბოტი წარმოუდგება, ან რამე მსგავსი აპლიკაცია, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ წვერია აისბერგის. კი, ნამდვილად. ნამდვილი სამუშაო, ის მაგია თუ შეიძლება ასე ითქვას, ხდება უხილავ სივრცეებში, დატა ცენტრებში. ეს არის უზარმაზარი შენობები, სავსე ათასობით და ათასობით სერვერით, სწორედ აქ ცხოვრობს და მუშაობს ის მოდელი, რომელსაც თქვენ, თქვათ, კითხვას უსვამთ. აჰა, გასაგებია. და პირველი დიდი გამოწვევაც სწორედ აქ ჩნდება. ამ მოდელებს სჭირდებათ წარმოუდგენელი კოლოსალური გამოთვლითი სიმძლავრე. და ეს სიმძლავრე მოკლედ არ არის საკმარისი დღეს. ანუ, უბრალოდ ფიზიკურად არ ყოფნით რესურსი. ზუსტად. ამიტომაც მიდის ახლა მთელ მსოფლიოში დატა ცენტრების გიჟური გლობალური მშენებლობა. ეს არის სფერო, სადაც ტრილიონები ჩაიდება მომდევნო წლებში. და აქ საინტერესო გეოპოლიტიკური სურათიც იხატება, ხომ? ვთქვათ, ამერიკა აკონტროლებს მსოფლიოს სიმძლავრის მგონი 63%-ით. Microsoft, Amazon, Google. დიახ, 63%. ჩინეთი არის მეორე, დაახლოებით 28%-ით, Alibaba, Huawei, Tencent. და ევროპა. ევროპა საოცრად ჩამორჩება სულ რაღაც 4%. ამას ზოგი ციფრულ ფეოდალიზმსაც კი ეძახის. წარმოიდგინეთ, მხოლოდ 32 ქვეყანას აქვს თავისი სპეციალიზებული AI ცენტრი, დანარჩენები ქირავენ. წარმოუდგენელი კონცენტრაციაა ერთეულების ხელში. ნამდვილად. და ამიტომაც შენდება ეს გიგანტური პროექტები. OpenAI-ის ვარსკვლავთ კარიბჭე ტეხასში, რომელიც იმდენ ენერგიას მოიხმარს, რამდენიც პატარა ქალაქს ეყოფა. მეტას ცენტრი ლუიზიანაში, Microsoft-ი ათობით ცენტრს აშენებს. ძალიან საინტერესოა აშშ-ის პროექტი აბუ-დაბიში. რატომ მაინც და მაინც იქ? იმიტომ რომ იქ გლობალური ინტერნეტ კაბელების გზაჯვარედინია. ანუ მინიმალური დაყოვნებით შეუძლიათ მოემსახურონ უზარმაზარ ბაზრებს, აფრიკას, აზიას, რაც უფრო ახლოს არის ეს ცენტრი ფიზიკურად თქვენთან, მით უფრო სწრაფად გპასუხობთ ხელოვნური ინტელექტი. გასაგებია, ესე იგი, ინფრასტრუქტურა კრიტიკულია, მაგრამ ამ შენობებს შიგნით რა არის მთავარი? ეს მიგვიყვანს მეორე საკითხთან. ჩიპები. განსაკუთრებით მტკივნეული თემა, როგორც ჩანს ჩინეთისთვის. დიახ, აბსოლუტურად, დატა ცენტრი ჩიპების გარეშე უბრალოდ შენობაა. ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება ძალიან სპეციფიკური პროცესორები, GPU-ები, ანუ გრაფიკული პროცესორები. მათ შეუძლიათ ათასობით გამოთვლის პარალელურად შესრულება. და ამ ბაზარს ვინ აკონტროლებს? აქ თითქმის მონოპოლისტია კომპანია NVIDIA. ბაზრის დაახლოებით 80% მის ხელშია. NVIDIA დღეს AI სამყაროსთვის არის ის, რაც თქვათ OPEC-ი იყო ნავთობისთვის. ის ადგენს თამაშის წესებს. ხომ გახსოვთ ოქროს ციებს ხელების დროს ვინ მდიდრდებოდა ყველაზე მეტად? ნიჭბების გამყიდველები. ზუსტად. NVIDIA არის 21 საუკუნის ნიჭბების გამყიდველი. და ეს NVIDIA ფაქტობრივად ამერიკული კომპანიაა და აშშ-ის მთავრობა მკაცრად აკონტროლებს ამ ჩიპების ექსპორტს. განსაკუთრებით ჩინეთში მიწოდება ზღუდავენ, ხომ? შეიძლება ააშენონ უზარმაზარი დატა ცენტრი, მაგრამ თუ შიგნით საუკეთესო ძრავები არ უდგათ, ის სრული პოტენციალით ვერ იმუშავებს. ეს იგივეა, კონდეს ქარხანა, მაგრამ დაზგების გარეშე. და რას შურება ჩინეთი? ალბათ ცდილობენ თავისიანის შექმნას. რა თქმა უნდა, ცდილობენ. Huawei-ს აქვს მცდელობები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით NVIDIA-ს დონესთან ახლოსაც ვერ მიდიან.
ამიტომ სხვადასხვა ხრიკებს მიმართავენ. აი მაგალითად გაგქონდათ პეტაბაიტობით მონაცემები. ეს წარმოუდგენელი მოცულობაა, მილიონობით გიგაბაიტის საზღვარგარეთ. სერიოზულად, ფიზიკურად გახქონდათ? კი, მყარ დისკებზე. ქირაობდნენ იქ ცენტრებს, სადაც NVIDIA-ს ჩიპები იყო, წურთნიდნენ მოდელს და მერე გამზადებული მოდელი ჩამოჰქონდათ ისევ მყარ დისკებზე ჩინეთში. გასაოცარია. კარგი, გვაქვს დატა ცენტრები, გვაქვს ან არ გვაქვს ჩიპები, მაგრამ არის კიდევ მესამე ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც როგორც ჩანს ყველას ეხება. მონაცემები. თავიდან ხომ გვეგონა, რაც მეტ ინფორმაციას აჭმევ მოდელს, მით უფრო ჭკვიანი გახდება. ხომ, ეგ ლოგიკა მუშაობდა გარკვეულ მომენტამდე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უბრალოდ მეტი და მეტი მონაცემის მიწოდება ისეთ ეფექტს აღარ იძლევა, როგორც ადრე. რატომ? რა მოხდა? ერთი ვერსიით და საკმაოდ დამაჯერებელი ვერსიით ინტერნეტში არსებული ხარისხიანი მონაცემები უბრალოდ ამოიწურა. კომპანიებმა უკვე გადაამუშავეს ფაქტობრივად ყველაფერი. Wikipedia, Reddit, GitHub, მილიონობით წიგნი, სტატია, ანუ რესურსი ილევა. კი, ოპტიმისტური პროგნოზითაც კი არსებული მარაგი შეიძლება 2028 წლამდე თუ ეყოთ. და რას აკეთებენ კომპანიები? გამოსავალს ეძებენ ალბათ. ეძებენ, რა თქმა უნდა. მაგალითად, კომპანია Anthropic, როგორც ამბობენ, მილიონებს ხარჯავს ფიზიკური ქაღალდის წიგნების ყიდვაში და მერე მათ დასკანერებაში, რომ ახალი მონაცემები მიიღონ. სხვები, OpenAI, Google, Meta უკვე აქტიურად მუშაობენ სინთეტიკური მონაცემების შექმნაზე. ანუ თვითონ ხელოვნური ინტელექტი აგენერირებს ტექსტებს, კოდს, ინფორმაციას, რომელზეც მერე ისევ თვითონ სწავლობს. საინტერესოა. მაგრამ რამდენად ეფექტურია ეს? შეუძლია ხელოვნურმა საკვებმა ნამდვილი ჩაანაცვლოს? აი, ეგ არის დიდი კითხვა. ჯერჯერობით ბოლომდე პასუხი არ გვაქვს. თან პრობლემა მარტო რაოდენობა არაა, ხარისხია მთავარი. ინტერნეტი ხო სავსეა, ბინძური მონაცემებით, წინააღმდეგობრივი ინფორმაციით, შეცდომებით. მართალია. სწორედ ამიტომ წამოაყენა ილონ მასკმა ის რადიკალური იდეა. მოდითო, მისი AI მოდელი Grok აიღებს მთელ ინტერნეტს, გადაწერს, გაასუფთავებს, დაარედაქტირებს და მხოლოდ ამის მერე ამ იდეალურ სუფთა მონაცემთა ბაზაზე გავწორთნათ მომავლის მოდელებიო. ოჰო, ამბიციურია, მაგრამ ცოტა საშიშადაც ხო არ ჟღერს. ვინც კვეთ რა არის სუფთა და სწორი? კრიტიკოსები ალბათ უკვე ადარებენ ამას რაღაც ჭეშმარიტების სამინისტროს. კი, ასეთი შეფასებებიც არის, რა თქმა უნდა. ეს ძალიან რთული ეთიკური და პრაქტიკული საკითხია. და აი ამდენი ტექნოლოგიური გამოწვევის, დატა ცენტრები, ჩიპები, მონაცემები ფონზე, რაღაცნაირად ირონიულია, რომ ბოლოს ყველაფერი ისევ ადამიანებამდე დადის. მეოთხე მთავარი რესურსი, როგორც ჩანს, ხალხია, ინჟინერები. ნამდვილად. ახლა მიდის პირდაპირ მნიშვნელობით ნადირობა ტვინებზე. კომპანიები ერთმანეთს ეცილებიან საუკეთესო სპეციალისტების გადაბირებაში. გავიგე, რომ Meta განსაკუთრებით აქტიურობს OpenAI-დან ხალხის გადმოყვანაზე. დიახ, არის ასეთი ინფორმაცია, Meta-ს ბოლო მოდელი, Llama 3, კარგი იყო, მაგრამ არა რევოლუციური. როგორც ჩანს, გუნდის გაძლიერებას. საუბარი იყო წარმოუდგენელ თანხებზეც კი, 10-დან 100 მილიონ დოლარამდე პაკეტებზე ერთ ინჟინერზე. ხელფასის, ბონუსების, აქციების ჩათვლით. თუმცა Meta ამას ოფიციალურად უარყოფს. თუნდაც 10 მილიონი იყოს მაინც კოლოსალური თანხა. დიახ, რეალური თანხებიც სავარაუდოდ ათეულობით მილიონია. ფაქტია, რომ დღეს AI ინჟინერი ჩიპებთან ერთად არის ახალი ნავთობი, უმნიშვნელოვანესი რესურსი. მაშასე მოდი შევაჯამოთ თქვენთვის ჩვენი მსმენელისთვის, რაზეც ვისაუბრეთ ამ მასალების საფუძველზე. ხელოვნური ინტელექტი ახლა თითქოს ერთგვარ პლატოზეა. მის შემდგომ ნახტომს კი 4 მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს. პირველი, საკმარისი გამოთვლითი სიმძლავრე, ანუ დატა ცენტრები. მეორე, საუკეთესო ჩიპები, რომლებსაც ამ ცენტრებში გამოიყენებენ. მესამე, დიდი რაოდენობით და რაც მთავარია ხარისხიანი მონაცემები და მეოთხე, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანური ტალანტი, ინჟინერები, ვინც ამ ყველაფერს აამუშავებს. და სანამ კომპანიები ამ ფუნდამენტური პრობლემების გადაჭრაზე მუშაობენ, ჩვენ, როგორც მომხმარებლები, ალბათ ყოველდღე რევოლუციურ ცვლილებებს ვერ დავინახავთ. დიახ, ყველაზე საინტერესო პროცესები ახლა მიდის კაპოტის ქვეშ, ასე ვთქვათ, კულისებში. ინფრასტრუქტურის შენება, ჩიპების ომები, მონაცემების მოპოვების ახალი გზების ძიება და ტალანტებისთვის ბრძოლა. და ბოლოს, მოდი ერთი კითხვა დაუტოვოთ ჩვენს მსმენელს დასაფიქრებლად.
აი თუ გავითვალისწინებთ იმ შეზღუდვებს, რომელშიც მაგალითად ჩინეთს უწევს მუშაობა, განსაკუთრებით ჩიპების მხრივ, საიდან უფრო შეიძლება ველოდოთ მოულოდნელ კრეატიულ გარღვევას ამ გლობალურ ბოლაში? იმ ქვეყნიდან, რომელსაც ყველაფერი აქვს, თუ იმ ქვეყნიდან, რომელსაც რესურსები შეზღუდული აქვს და იძულებულია რაღაც სრულიად ახალი მოიფიქროს. ხო ამბობენ აუცილებლობა არისო გამოგონების დედა. საინტერესოა რას ფიქრობთ თქვენ?